მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ექიმი გვირჩევს და მე მისი წამყვანი ნანა ყავრელიშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ექიმი ენდოკრინოლოგი ნინო ხაბეიშვილი და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, ალბათ უფრო მეტად ქალბატონებისთვის, როგორც არის დიეტა, ხშირად დაშვებული შეცდომები და მნიშვნელოვანი საკითხები, რაც უნდა გავითვალისწინოთ დიეტის დროს. მოგესალმებით ნინო და მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ქალბატონო ნინო, თავიდან პირველი კითხვა ეხება იმას, რომ ზოგადად გავერკვეთ რა არის დიეტა და არის თუ არა დიეტის ფუნქცია მხოლოდ და მხოლოდ წონის კლება, თუ მას სხვა ფუნქციაც აკისრია ადამიანის ორგანიზმისთვის. დიეტა არის კვების რეჟიმი და არ გულისხმობს აუცილებლად გარკვეულ შეზღუდვებს, შეზღუდულ მდგომარეობაში ყოფნას. რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ წონის კლებისთვის, ძალიან ხშირად დიეტას იყენებს გასტროენტეროლოგი, რევმატოლოგი, სხვადასხვა სპეციალობის ექიმი, იმისთვის, რომ გარკვეულ პროდუქტებთან დაკავშირებით მისცენ საკვებითი რეკომენდაციები. ქალბატონო ნინო, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ინდივიდთან მოხდეს სპეციალური, ასე ვთქვათ, გასაუბრება დიეტოლოგთან და იმის მიხედვით დიეტების შერჩევა. რა თქმა უნდა, ახლა უკვე ვსაუბრობთ წონაში კლებასთან დაკავშირებულ დიეტებზე და უმნიშვნელოვანესია ინდივიდუალური მიდგომა, გავეცნოთ ადამიანს მისი ცხოვრების წესი, თუ რა დამოკიდებულებები აქვს საკვების მიმართ, როგორი დღის რეჟიმი აქვს, მხოლოდ ინდივიდუალური გაცნობის და მიდგომის შემთხვევაში ვაღწევთ მყარ ეფექტს და არა დროებით შედეგს, რომელიც არაერთი არასასურველი და დროებითი დიეტის შედეგად დგება. არსებობს თუ არა რაიმე უნივერსალური პრინციპები, რაც შეიძლება რომ ჯანსაღი კვების დროს გამოიყენოს ადამიანმა. რა თქმა უნდა, მიუხედავად ინდივიდუალური მიდგომის აუცილებლობისა, არსებობს არაერთი უნივერსალური წესი, რომელიც ნებისმიერი წონის ადამიანისთვის არის უნივერსალურად ჯანსაღი კვების პრინციპი, ამას ჩვენ ვუწოდებთ მედიტერიანული, ვთქვათ, ხმელთაშუა ზღვის დიეტა, ანუ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში მცხოვრები ადამიანების კვების რეჟიმი აღმოჩნდა, რომ კვლევების შედეგად ყველაზე ჯანსაღი კვების რეჟიმია სიცოცხლის ხანგრძლივობა, სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი ხარისხი და გულსიზრდე დაავადებების რისკი მნიშვნელოვნად დაბალია. ეს გულისხმობს შემდეგს, რომ კვების რაციონში უნდა გქონდეს უმეტესად ბოსტნეული, ზღვის პროდუქტი, თევზი, ხორცი უმეტესად თეთრი, ფრინველის ხორცი და წითელი ხორცი შედარებით იშვიათად ორ კვირაში ერთხელ, ასევე ხილი, ჯანსაღი ხილი, რაც შეიძლება მეტი უნდა იყოს რაციონში და შედარებით ნაკლები რაოდენობით უნდა გქონდეს ნახშირწყლები, მარტივი ნახშირწყლები, რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობთ სასარგებლო ნახშირწყლებზე, რომელიც ხილის შემადგენლობაში შედის, ბოსტნეულის და ასე შემდეგ. საუბარი გვაქვს ტკბილზე, თეთრი ფქვილის ნაწარმზე, რომელსაც ჩვენ ფუჭ კალორიებს უწოდებთ და არავისთვის სასარგებლო ნამდვილად არ არის. გარკვეულწილად მნიშვნელობა აქვს გვიან კვებასაც, რომ კვებითი ჩვევა, როდესაც არის ეს ვთქვათ ძალიან გვიან საკვების მიღებას, როდესაც არის ადამიანი მიჩვეულეს, ნამდვილად სასარგებლო არ არის, თუმცა ინდივიდუალური მიდგომების შემთხვევაში თუ კალორაჟის გადანაწილება ხდება და ის ვერ ამბობს უარს საკვების გვიან მიღებაზე, ვთქვათ, ესეთ შემთხვევაში შეიძლება ამაზე დავთანხმდეთ პაციენტს. ქალბატონო ნინო, ხშირად არის პრაქტიკა, რომ ვთქვათ, წონის კლების შემდგომ ადამიანი მალევე იწყებს მატებას, ან შეიძლება მისი წონა გაორმაგდეს, რომ ვისაუბროთ ხშირად რა შეცდომებს უშვებენ ისინი, ვინც დიეტის დაცვას იწყებენ. ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა, რაც არის, ეს არის ის, რომ დიეტის მიმართ დამოკიდებულება არის არასწორი. ხო, აქვთ უმეტეს შემთხვევაში დამოკიდებულება მსგავსი, რომ ეს დიეტა არის დროებითი, ამ 2 თვის განმავლობაში ან 1 თვის განმავლობაში დაიკლებენ გარკვეული რაოდენობის კილოგრამებს და შემდეგ განთავისუფლებიან. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, უნდა მოხდეს ძირეული ცვლილება კვებით ქცევებში, განთავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან ძირეულად იმისთვის, რომ ჩვენ არ დავიბრუნოთ ეს კალორიები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სტრესული დიეტებისგან თავის არიდება, როდესაც თქვათ მნიშვნელოვნად ხდება კალორიების შემცირება და არა სასურველ დიეტებს მიმართავენ, ამის შედეგად ირღვევა ორგანიზმში ესეთი ორი ჰორმონია, შიმშილის ჰორმონი და მრობის გრელინი და ლეპტინი, რომელთა შორის არის გარკვეული ბალანსი. სტრესული დიეტების შედეგად ირღვევა ბალანსი აღნიშნულ ჰორმონებს შორის და ძალიან ხშირად დიეტის დასრულების შემდეგ ხდება მადის უფრო მეტად გაძლიერება, რაც იწვევს წონის დაბრუნებას და ორმაგად მატებას, რაც ძალიან დიდი საფრთხის შემცველი არის ორგანიზმისთვის.
პირველი ნაბიჯი, რაც ადამიანმა უნდა გადადგას უშუალოდ დიეტის დაწყების დროს რა არის? რას უჩვენთ? რა უნდა გაითვალისწინოს? პირველი ნაბიჯი ეს არის ფსიქოლოგიურად უნდა ვიყოთ მზად თუ რას ნიშნავს დიეტა. რომ დიეტა არ ნიშნავს განსაკუთრებულად ესე ვთქვათ ტანჯვას საკვებ პროდუქტთან დაკავშირებით, ჩვენ უბრალოდ უნდა შევცვალოთ რაციონი, რაც არც ისე მარტივია, განთავისუფლდეთ ჩვევებისგან, რომელიც არც ისე რომელიც უკვე არაერთხელ ვახსენე, რაც შესაძლოა გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ის ზუსტად ის ორთვიანი, სამთვიანი თუ ერთთვიანი კონკრეტულად ჩამოწერილი დიეტის დაცვა. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ცვლილებებისთვის ჩვენ ცხოვრებაში და ეს ცვლილებები უნდა მიმართოთ სასიკეთოდ და ეს უნდა გაგრძელდეს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ძალიან ხშირად გვისვამენ შეკითხვას, დიეტა რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს? ჩვენთვის ენდოკრინოლოგებისთვის დიეტა ეფექტურია ის დიეტა, რომელსაც დავიცავთ მთელი ცხოვრების განმავლობაში. ამიტომ თუ არ ვართ მზად რაღაც ცვლილებების ძირეული გატარებისთვის, ვცდილობთ რომ ეტაპობრივად გავატაროთ ეს ვთქვათ ცვლილებები, თუ საერთოდ არ ვართ მზად ამ ცვლილებებისთვის, სტრესული დიეტის დაცვას ძალიან ხშირად ვურჩევთ, რომ თავი შევიკავოთ სტრესული დიეტის დაცვისგან და როდესაც ვიქნებით მზად ამისთვის, თუნდაც ფინანსურად, თუნდაც დროის განაწილების თვალსაზრისით უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ჩვენი კვებითი ქცევა და ჩვევა აბსოლუტურად იცვლება, უნდა გადალაგდეს, უნდა ამოვიღოთ ცხომეული ისეთი სიხშირით, ტკბილეული ჩავანაცვლოთ ხილით, უფრო მეტად გქონდეს რაციონში, როგორც აღნიშნე, თევზი, ხორცი, რძის პროდუქტი, ბოსტნეული, რასაც ერთგვარად მოგვარებაც სჭირდება და უნდა ჩავრთოთ რეგულარული ფიზიკური აქტივობა, თუ ამისთვის მზად არ ვართ, როდესაც ვიქნებით მზად, ალბათ ჯობია დავიწყოთ ეს დიეტა და არ მიმართოთ იმ ესე ვთქვათ, ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში წონის კლების თვალსაზრისით მართლაც ეფექტურ დიეტას, თუმცა შენარჩუნების თვალსაზრისით ძალიან არასასურველ დიეტებს. თქვენ ახსენეთ, რომ ძალიან ხშირად შეიძლება სტრესულ დიეტებს მიმართოს და ეს რა თქმა უნდა ორგანიზმისთვის არის მავნე. შესაბამისად, თუ ადამიანს დაწყებული აქვს დიეტა, რა ნიშნებს უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ შენიშნოს არის თუ არა ეს მისი ჯანმრთელობისთვის მავნე? ძირითადად თუ მნიშვნელოვანი კალორიაჟის შემცირებით მიდის დიეტა, ან თქვათ ცხიმის დიდი რაოდენობის მიღების მიდის დიეტა, ან მონოდიეტას მიმართავს ადამიანი, შეიძლება გქონდეს მინერალების, ვიტამინების დეფიციტი, რაც გამოიხატება სისუსტით, ხშირად თავბრუს ხვევით, თუ ცხიმების სიჭარბით არის მიმდინარე დიეტა, გულისრევა, ღებინების შეგრძნება, ხშირად კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, მეხსიერების დაქვეითება და გულის წასვლის შემთხვევებიც კი გვაქვს ხოლმე. ქალბატონო ნინო, რო გითხრათ და უფრო მეტად გვესაუბროთ დიეტების დროს, არასწორმა დიეტამ რა ენდოკრინულ დაავადებაზე შეიძლება იქონიოს გავლენა, რამდენად შეიძლება თუ ისაც პირობითად ეს პრობლემა აქვს, მისი ჯანმრთელობა დაამძიმოს და ასე შემდგომ. არასწორი დიეტის შემთხვევაში არა მხოლოდ ენდოკრინულ დაავადებას დაამძიმებს, აქ არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ენდოკრინულია დაავადება თუ არა ენდოკრინული, არასწორი დიეტის შემთხვევაში შეიძლება ნებისმიერი დაავადება გამწვავდეს. განსაკუთრებით არასწორი დიეტის შემთხვევაში მწვავდება კუჭნაწლავის მდგომარეობა, ხშირად ესეთი განსაკუთრებით კეტო დიეტის შემდეგ ხდება ხოლმე აუცილებლად გასტროენტეროლოგის ჩართვა საჭირო, ან თუნდაც სხვა სტრესული დიეტების შემთხვევაში, ან კუჭნაწლავის პრობლემები იჩენს ხოლმე თავს და ვთქვათ, ტიპი 1 დიაბეტის შემთხვევაში ყოველად წარმოუდგენელია, როდესაც აცეტონის პროდუქცია ისედაც აქტიურად ხდება, მსგავსი შეზღუდვებით დიეტამ შეიძლება კეტოაციდოზურ მდგომარეობამდეც მიგვიყვანოს. ქალბატონო ნინო, ვისაც მაგალითად ძალიან ჭარბი წონა აწუხებს, ამ შემთხვევაში ენდოკრინოლოგთან ერთად დიეტოლოგიც ერთვება დიეტების შერჩევის დროს, თუ როგორ ხდება ეს პროცედურა, გაითვალისწინონ ჭარბი წონის მქონე პიროვნებებმა. იცით, როგორც აღნიშნე, ჭარბი წონის მქონე პიროვნება პირველ რიგში ენდოკრინოლოგი აფასებს აუცილებლად მდგომარეობას, რით არის გამოწვეული, შესაძლოა ფარისებრი ჯირკვის ფუნქციის დარღვევა, თირკმელზე დაჯირკვის ან ჰიპოფიზის ფუნქციის დარღვევა, შესაძლოა უკვე სიმსუქნით გამოწვეული არაერთი დარღვევა ორგანიზმში, რომელსაც სპეციფიური მკურნალობა ჭირდება დიეტის გარდა. და რაც შეეხება დიეტოლოგის ჩართვას, ნებისმიერი ენდოკრინოლოგი გასცემს ესე ვთქვათ
განსაღებებით რეკომენდაციებს და სპეციფიური ჩართულობა დიეტოლოგის აუცილებელი თუ არ არის აუცილებელი თუ პაციენტი არის დამყოლი, ანუ მის დამყოლობა მაღალია. უფრო ხშირად შესაძლოა ფსიქოლოგის ჩართულობა უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვინაიდან როგორც წესი ჩვენმა პაციენტებმა ძალიან კარგად იციან ჯანსაღი კვების პრინციპები, უბრალოდ ვერ ახერხებენ ამის დაცვას. ჩვენ პრინციპებს უხსნით, რომ არ მოახდინონ ზედმეტი შეზღუდვა, რომ აუცილებელი პრინციპია, რასაც ვჭამთ, აუცილებლად მივირთვათ გემრიელად, იმისთვის რომ ეს კვების პროცესი იყოს სასიამოვნო და შემდეგ ეს თავის ტვინმა არ მოგთხოვოს რაღაც სხვა არასასიამოვნო პროდუქტით დაკმაყოფილება. აუცილებლად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გემოვნების რეცეპტორები გადაეწყოს იმ პროდუქტზე, რომელიც ჯანსაღია, თუ აქამდე თქვა გვიყვარდა პირობითად პური, ცხელი პური, ძალიან ხშირად აღნიშნავენ ხოლმე ხაჭაპური, ლობიანი, თუ ნელ-ნელა გადავერთვებით სხვა პროდუქტზე, როგორც აღნიშნეთ, თევზი, ბოსტნეული, მრავალფეროვანი ხილი, გემოვნების რეცეპტორებიც უკვე გადაეწყობა ამ აღნიშნული მიმართულებით და გვექნება სიყვარული აღნიშნული პროდუქტის და იმ შედარებით ამავნე არასასარგებლო, ესე ვთქვათ, პროდუქტს მივიღებთ შედარებით იშვიათად და ნაკლები რაოდენობით. ამიტომ ჩვენ ვაძლევთ ზოგად რეკომენდაციებს, თუ ამ რეკომენდაციებს ვერ ასრულებს ადამიანი, არანაირად არ ვურჩევთ დიეტას, რომელიც არის ჩამოწერილი და რომელიც ჩვენს მიერ უნდა იყოს აუცილებლად დოგმირებულად დღეს რა მიირთვას, ხვალ რა მიირთვას, რაც მათ შეიძლება სერიოზული საფრთხე შექმნას კვებითი ქცევის ცვლილების თვალსაზრისით, რასაც ეტაპობრივად და საკმაოდ ხშირად ფსიქიურ დარღვევამდეც მივყავართ, იმდენად ხდება ხოლმე არაადეკვატური დამოკიდებულება კვების მიმართ. მე ვთვლი, რომ დიეტოლოგს მეტად ამ სიტუაციაში საჭიროა ხოლმე ფსიქოლოგის ჩართვა, თუ ეს ვერ ხერხდება მხოლოდ ენდოკრინოლოგის მიერ. და ბოლოსკენ რომ მაინც შევაჯამოთ, ზოგადი რეზიუმე რომ გავაკეთოთ, ის ვინც ზაფხულისთვის ემზადება, ქალბატონების უმრავლესობა, იმისთვის რომ მკაცრ დიეტებს არ მიმართოს, ხო, ძალიან ბევრი ინტერნეტ სოციალურ ქსელებში გვხვდება სხვადასხვა დიეტები, რომელიც მკაცრია, დაკლება ორ კვირაში, დაკლება 10 დღის განმავლობაში. რას ურჩევდით მას? პირველ რიგში რა გაითვალისწინო, ზოგადი პრინციპები რა დაიცვან იმისთვის, რომ ვთქვათ, ერთ ჯანმრთელობა დააზიანო და სასურველ შედეგამდე მიაღწია. თუ გვინდა სწრაფი შედეგის მიღწევა და არ გვინდა, რა თქმა უნდა, სტრესულ დიეტებს მიმართოთ, შეგვიძლია მკაცრად ამოვიღოთ ტკბილი რაციონიდან, სრულად მოხდეს ტკბილეულის ამოღება, ასევე სრულად ამოვიღოთ თეთრი ფქვილის ნაწარმი, აბსოლუტურად ყველა სახის ნაწარმი. შემდეგ თქვათ საღამოს საათებში 8 საათის შემდეგ არ მივირთვათ, თქვათ ინტერვალურ დიეტაზეც არის ხოლმე ხშირად შეკითხვა და 16 საათიანი თავისუფლად დასაშვებია დაახლოებით 1 თვე-თვენახევრის განმავლობაში დავიცვათ ინტერვალური დიეტა, არა ვითარ შემთხვევაში კეტო დიეტა, რომელიც უდიდეს ზიანს აყენებს ორგანიზმს და საკმაოდ უარყოფით შედეგებს ტოვებს და ფიზიკური აქტივობა. დღის განმავლობაში 40-60 წუთის განმავლობაში ფიზიკური აქტივობა, თუ გვინდა რომ შედეგი რეალურად მივიღოთ 1-2 თვის განმავლობაში, შეგვიძლია ამგვარად შევცვალოთ ჩვენი კვების რაციონი და შემდეგ უკვე თქვათ ნელ-ნელა ჩავრთოთ ის პროდუქტი, რომელიც გქონდა ამოღებული, ან საერთოდ არ დავუბრუნდეთ ამ მავნე პროდუქტებს. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. მინდა უნებრო ეს ინფორმაცია ძალიან ბევრს გამოადგება, იმიტომ რომ ეს დიეტა ერთ-ერთი აქტუალური ხდება ზაფხულის დადგომამდე, თუმცა ქალბატონებისთვის. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის და საინტერესო შეკითხვებისთვის. მე კი გემშვიდობებით, შევხვდებით მომდევნო ხუთშაბათს.